მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში, განაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მე გარაცემის სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. საახალწლო დედაქალაქის ადმინისტრაცია ყველა სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ თბილისელს დაასაჩუქრებს. თანაც როგორ და დიფერენცირებულად. საახალწლოდ ყველა ხანდაზმული სოციალურად დაუცველი თბილისელი დედაქალაქის ადმინისტრაციისგან საჩუქარს მიიღებს, მაგრამ ყველა სხვადასხვა საჩუქარს. ზოგი უფრო ძვირს, ზოგიც კი იაფს და გაირკვა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილზე. ვაკის რაიონის გამგეობას ერთი ადამიანის მომსახურება უჯდება 35 ლარი, დიდუბის რაიონის გამგეობას 33.8, ნაძალადევის გამგეობას 25 ლარი, ჩუღურეთს 24, გლდანს 21, სამგორსა და ისანს 18 და 17 ლარი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაიონებს ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქციაც აქვს ნაყიდი. ჩდება ლოგიკური კითხვა, თუ რა დააშავეს მაშინ სხვა რაიონის მოსახლეობა. აი ასე უნდა მიუდგეს საქმეს. აბა ეხლა ყველა თანაბარი ღირებულების საჩუქარი რომ მიუტანო, ხა გამოვა რომ მოშორებაზე ხარ და ადამიანზე არ ფიქრობ. ქალაქის ადმინისტრაცია კიდევ ფიქრობს. პირველ რიგში კი სამგორელ სოციალურად დაუცველ ადამიანს. კაცო, რა ვერ გაიგეთ, უმარტივესია. რაც ცოტაა პროდუქტი, მის მომზადებაზე უფრო ნაკლები დენი და გაზი იხარჯება. ხო და სამგორელი სოციალურად დაუცველი ხა 3-4 ლარის ეკონომიას რომ გააკეთებს, რა ცუდია, კაცო. მაგრამ ვაკელთან რატომ მიაქვთ მეტი პროდუქტი, ხა? არა, კაცო, მეტი პროდუქტი კი არ მიაქვთ, უბრალოდ ვაკეში ხო ყველაფერი ზვირიღებს. ხო და საჩუქარიც ვაკეში რომ შეგაქვს, თავისი ზვირდება. და ეგეც არ იყოს ეხლა ვაკელმა ყავა არ დალიოს, კაცო. ეხლა მე თუ მკითხავ საერთოდ რაღაცნაირი გამოწვევა, ეხლა ვაკეში ცხოვრობდე და სოციალურად დაუცველი იყო. მე კიდევ ეხლა ასეთი მიდგომა სტიმულია სამგორელი სოციალურად დაუცველისთვის. ხო, ცოტა გაიჭიროს, პროსტორად ცოტა კიდევ გაიჭიროს და ვაკეში გადმოვიდეს საცხოვრებლად. მოკლედ, ყველაფერი სწორად არის გათვლილი, ერთის გარდა. თვითონ დედაქალაქის ადმინისტრაციაში ხელფასები, პრემიები და დანამატები არადიფერენცირებულად რიგდება. ასე კი არ შეიძლება. სოციალურად დაუცველების საკითხის მოგვარება ეხლა კი კარგია, მაგრამ ადმინისტრაციასაც მიხედოს, კაცო, ვინმე. რა, ეხლა მაგათთვის არ მოდის ახალი წელი? სერგო, შემთხვევით ხომ არის საით მიფრინავენ იხვები, როდესაც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება, ჰა? არა, ახლა არც მე ვიცი ზუსტად, მაგრამ თბილისში რომ არ გამოფრინდებიან, ეგ კი ფაქტი. გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სადგური აირების გამოყოფა. ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოში პირველად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლევა ჩაატარა. თბილისსა და კიდევ 8 ქალაქში აღებული სინჯები ინგლისის ლაბორატორიაში დამუშავდა. მონაცემები სახარბიელო არ არის დაბინძურების მთავარ წყაროდ. ავტომობილების გამონაბოლქვის სახელდება, პრობლემურია მშენებლობებიც. მოკლედ ისეა დაბინძურებული ამ ქალაქში ჰაერი, რომ მანქანის შუშისთვის ვეღარ ჩაგიწევია კაცკაც. და მრავალსართულიანი корпуსი ვეღარ ჩაგიდგამს ქალაქის ცენტრში. არა, რას მეკეთებენ ერთი ეს ხეები, ჰა? ხო არიან ღირსები რა, დააჭრა ფესვები სადითაოდ, ჰა? თუ აჭრიან მაგას ისედაც. მაგრამ ის ეხლა ხეებზე მეტად მაინც იმ მანქანების ბრალი მგონია. მე მოძრაობისას ხან თეთრ კვამს რო უშვებენ და ხან შავს. და ვეღარ ხვდები კაცო, სადმე მიდის თუ რომ ის პაფს ირჩევს. რა ვიცი, ხლა მე რომ მკითხოთ, ორი კაცი რო გეტყვის გაფუჭებული მანქანა ყავსო, ბული კი არ უნდა გამოუშვა, უნდა გააკეთო. მაგრამ რა პონჩი უნდა გააკეთოს ისე, ჰა? ჰაერი ოფშია ძმაო და გინდა დააბინძურებ, გინდა შეისუნთქავ. და საერთოდ კაცო, ეს მრავალსართულიანი корпуსებიც საჭიროა. ხო, იმიტომ რომ ხა ზემოთ უკეთესი ჰაერი და ვისაც დაბინძურებული ჰაერის ყოფნის იმან იცხოვროს დაბლა. მოკლედ, ყველაფერი არის კარგად. ვიაროთ გაფუჭებული მანქანებით და ვაშენოთ корпуსები. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვილაპარაკო ახლა ჰაერზე, ბოლოს მაინც ჰაერზე ნალაპარაკები გამომივიდა. ნარმანიას უჩიჩხინებენ, მილიონ ხეს რატომ არ გავა? და ცოდოები არიან ამ დაბინძურებულ ქალაქში, როგორ დავგო? გამგებლებს ეკითხებიან, სამგორელი სოცდაუცველები რომ გაიგებენ, რომ ვაკელს სოცდაუცველებს უფრო მეტად ეხმარებით. არ ეწყინებათო? კაი რა, საიდან გაიგებენ? ტელევიზორი მაგათ არ აქვს და არაფერიო. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე კი არა და ნარმანია ვარ, ირაკლი. თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. დედაქალაქის მერის ძმა კიდევ ერთ სკანდალს შეეხოვა. სულ ცოტა ხნის წინ ირაკლი ნარმანიას ადვოკატთა ეთიკის კომისიამ დისციპლინური სახელი დააკისრა. საპროცესო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის მიერ სასამართლოში სააპელაციო შესაგებლის წარდგენა წარმოადგენს ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას.
განსახილველ შემთხვევაში ადვოკატი ირაკლი ნარმანია ერთდროულად ახორციელებდა როგორც საჩივრის ავტორის, ისე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლობით უფლებას, რითაც უხეშად დაარღვია ადვოკატის პროფესიული ეთიკის ნორმები. ადვოკატთა ასოციაცია ამბობს, რომ შესაძლოა ესეთი ურთიერთობა თუ იყო თავიდანვე არ უნდა აგებოს საქმე და მე თანადგაურება არ ამიღია არც ერთი მხარისაგან და თავიდანვე მივანებე თავი. ხოხ, დოპიუკიან. დიდი ამბავი კაცო. დაიწყო რუსთავი ორმეღა საკის ხოვყვა. ეგრე ლუიშ ფიგუს გადავიდა ბარსელონა რეალში, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი ამ ფაქტს ეჭქვეშ არ დაუყენებია. ახლა ღორის თავი კი ესროლეს, მაგრამ მე რა კაცო. ირაკლი ნარმანიაც პროფესიონალია და უნდა რომ საქმე იქიდანაც იმასნას და მე აქედანაც იმასნას, კაცო. თან კაცი ამბობს, რომ ფული არ ამიღიაო. შესაბამისად იუდობასაც ვერ დასწამებ. შეიძლება იშტირლიცა და მტრის ბანაკში იყო შეპარული ინფორმაციის მოსაპარად, მაგრამ არ ამგონია ეგეც. ინფორმაცია ახლა ეგ ცხენი ხო არა. საერთოდ ახლა სანამ მის ლანძღვას დაიწყებდეთ, ხო? არ ჯობს ახლა რომ დაადგინოთ, ეგ პიროვნების გაორება აქვს. გოლუმივით. Skin precious. ანდა ბურიდანის ვირივით. მოკლედ, რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა, ეს ძმობაზე აპელირება რა უბედურებაა საერთოდ კაცო. დავით ნარმანიას ძმა სკანდალში ეხება, ბლა ბლა, დამოუკიდებელი ადამიანები არიან. არ უნდა ახლა ეს გელივით ღრიალი. მას ძმა ხომ იყო ის შენი, იმიტომ მიგიგავს სახე. და საერთოდ ახლა აცადეთ რა ჯერ ცოტა ხანი. ახლა კი იმართლებს თავს, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება საკუთარი თავის ლანძღვა დაიწყოს. ნარმანიებს რას გაუგებთ? ცხოვრება ბრძოლა და შენ თუ მოსიყვარულე მშობელი ხარ, შვილი ბავშვობიდანვე უნდა მოამზადო ამ ბრძოლისთვის. თუ საჭირო გახდა, კბილებამდე უნდა შეიაიარაღო. სახეზე მური წაუსვა და ისე გაუშვა ბაღში. ინციდენტი 213 საბავშვო ბაღში მაშინ მოხდა, როდესაც მშობელს ბავშვი სახლში უნდა წაეყვანა. ბაღის დირექციის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შეიარაღებული მშობელი ბაღში ისე შევიდა, რომ მასწავლებლებს და ბაღის ადმინისტრაციას არ გაუგია. ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ მაშინდე აღმოაჩინეს, რაც მამამ შვილს პისტოლეტი ხელში მისცა და მოუწოდა, რომ ესროლა. ინციდენტში მონაწილე მთავარი მოქმედი გმირი მოზარდის მამა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისა და მუქარის ბრალდებით. აკაცი, აბა რა უნდა ეკნა ახლა? თქვენ იცით რა ხდება ბაღებში? ყოველდღე ჭირდება კაცო ბავშვს თავის დაცვა. შუადღისას დაძინებას აძალებენ, რაღაც საშინელი კისელის დალებას აიძულებენ და წვნიანების ჭამას კაცო. დედა რომ ახსენდება ჩემი ბაღის დროინდელი ბავშვობა, თვალის დაუხამხამებლად მივაწყვილავდი იმ კისელის დამძალებელს. ეხლა საერთოდ კისელს რო თავი დამანებოთ, იქ შეიძლება სხვა ახვარმა ბავშვებმა საერთოდ კუბიკები მოგპაროს. ან სიმწრით ნაგები კოშკი მიწასთან გაასწოროს. თქვენ იცით რა სადისტები არიან ბავშვები კაცო? და მამის გული კიდევ ისეთი აცრემებულ შვილს თუ დაინახავს, ყველაფერზეა წამსვლელი. იარაღსაც მისემს და ბენზოხერხსაც თუ საჭირო გახდა. მაგრამ არა, ეხლა ბაღში პატარა პისტოლეტით საკმარისია. აი სკოლაში უკვე კალაშნიკოვით გაუშვებს. 18 წლის რომ გახდება და მართვის მოწმობას აიღებს, ტანკსაც აჩუქებს დაბადების დღეზე. ზაფხულის არდადეგებზე სირიის რომელიმე კურორტზე გაუშვებს. ხო და ნამდვილო ქართველო ვაშკაცო მამებო. მიეცით შვილებს იარაღი. თუ არა და ეს ჯავშან ჟილეტები მაინც, თორემ მათი ჯგუფელები შეიძლება შეიარაღებულები. ხო. ერთი მამანი ეუბნება მეორეს. ამ საწყალ ნარმანიას არც ძმა გამოადგა, არც თანასოფლელებიო და მეორე პასუხობს, მაგას კიდევ რა უშვის კაცო? შენი სათქვი თვითონ ნარმანიაც რომ არ გვადგება არავისო. ქართველი ვაშკაცი მამა 3 წლის შვილს ეძახის სუფრასთან. მოდი ბიძიებ შენი ის ანახეო. რა, პასპორტიო და არა კაცო, პარაბელუმიო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.